საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების პრეზენტაცია გაიმართა. რას ითვალისწინებს აღნიშნული პროგრამა, ამ თემასთან დაკავშირებით რადიო მაესტროს პირდაპირ ეთერში დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე ისაუბრებს. ბატონო დავით, მოგესალმებით. გამარჯობათ. ბატონო დავით, რას ითვალისწინებს გამოზამთრების პროგრამა და რა თანხაა აღნიშნული პროექტისათვის გამოყოფილი? გამოზამთრების პროგრამა ითვალისწინებს დევნილი ოჯახებისათვის დახმარებას, რომ ზამთარში ისინი პრობლემებს უფრო კარგად გამგლავდნენ. თანხა ამისათვის ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე და შესაბამისად მოიცვა ოჯახები, რომელთაც სარეიტინგო ქულა აქვს 70,001-ზე უფრო ნაკლები. ანუ სიღარიბის ზღვარს დაბლა მყოფი ოჯახები და კიდევ შემდეგი კატეგორია, ანუ სიღარიბის ზღვარზე უფრო დაბლა არის 57,001 ქულიდან და ჩვენ ასე ვთქვათ ეს თამასა შეძლებთ აგვეწია 70,001 ქულაზე უფრო ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის და მათი რაოდენობა არის 23,000-ზე მეტი. ეს იქნება ფასიანი ბარათი, რომლის გამოყენებაც შეიძლება დევნილებს მოხმარებული ელექტროენერგიისა და მოხმარებული გაზის საფასურის დასაფარად. სხვა რამეში ეს ბარათი გამოყენებული ვერ იქნება. და როდიდან დაიწყება აღნიშნული ბარათის გაცემა? უკვე დაწყებულია აღნიშნული ბარათების დარიგება საქართველოს მუნიციპალიტეტების მიხედვით. ამას ახორციელებს, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ლიბერტი ბანკი, რომელმაც ძალიან კარგი სამსახური გაგვიწია და პრაქტიკულად ყოველგვარი კომერციული ინტერესის გარეშე საკუთარი ხარჯების დასაფარავად თანხა მოგთხოვა მხოლოდ, რაც თითქმის 100-ჯერ ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რასაც ასეთ შემთხვევაში ასეთი ბარათების დამზადებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დარიგებისათვის სხვა ბანკების მომსახურება ითვალისწინებდა რეალურად 50 თეთრი ერთ ბარათზე და მიმდინარეობს ეს ღონისძიება უკვე თითქმის მანძილზე რიგდება სხვადასხვა რეგიონებში. ეს ეხება ყველა კატეგორიის ბინებში მაცხოვრებელ დევნილებს, იქნება ეს კოლექტიური ცენტრი თუ კერძო სექტორი. და ბატონო დავით, აქ გითხავთ, თუ შეგიძლიათ გითხრათ, კიდევ რა სიახლეები აქვს დაგეგმილი თქვენ სამინისტროს მომავალი წლისათვის დევნილი მოსახლეობისთვის? realsi სიახლეს თქვენ რაც ჩართვით სიახლეთ, ზოგადად ჩვენი ძირითადი ამოცანა და საზრუნავი არის დევნილთათვის რაც შეიძლება მეტი ახალი საცხოვრებელი ბინის შექმნა, რომ ეს პრობლემა როგორმე დავძლიოთ სამომავლოდ. ასევე მომზადდა და პარლამენტში გადანილი ახალი კანონ პროექტი დევნილებისათვის, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შემწეების ზრდას კოლექტიური ცენტრებისათვის 22 ლარიდან 45 ლარამდე, ასევე კერძო სექტორის დევნილებისათვის 45 ლარამდე და ეს ცვლილება ძალაში შევა მომავალი წლის 1 მარტიდან. ასევე კანონის მიხედვით კანონ პროექტით გათვალისწინებულია მრავალი სხვა ღონისძიება, რომელიც დევნილთა უფლებების დაცვას საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების გაეროს ნორმების თან მაქსიმალურად მიახლოებული ფორმით უახდენს დევნილთა უფლებების დაცვას. დიდი მადლობა ბატონო დავით გადაცემაში მონაწილეობისათვის. მე კი რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ რადიო მაესტროს პირდაპირ ეთერში დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე საუბრობდა, ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას.